გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. ჩვენ არაერთ გზის გვისაუბრია ნიჰილიზმის შესახებ. დღეს გსურს ღმერთმონაზონ სერაფიმ როუზის მიხედვით განვიხილოთ ეს საკითხი და ის 4 ნაწილად გამოყოფს ნიჰილიზმს და რაც საინტერესოა ძალიან, ის იწყებს ლიბერალიზმით და ამთავრებს ანარქიით. ანუ ლიბერალიზმიდან ანარქიამდე ესეთი საფეხურებს, ესეთ 4 საფეხურს გამოყოფს და როდესაც გავავლებთ პარალელებს მის ნაშრომებს, რომელიც დაახლოებით 50 წლის წინ გააკეთა მამა სერაფიმემ, ჩვენ დღევანდელ დროში დავინახავთ მსგავსებას და ამის პარალელების, აი გათანამებდროებას, ასე ვთქვათ, მამა სერაფიმე როუზის ნაშრომის გათანამებდროებას შევგვთავაზებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ მამა სერაფიმე ამბობდა, რომ ნიჰილიზმი იმდენად შემოიჭრაო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ერთ ფრონტიც არ დარჩენილა იქ, სადაც ის არ იყოს ბატონ პატრონიო, ანუ გამარჯვებულიო. ის სწორედ ასე მკაცრად აფასებს ამ მოვლენას. ზოგადად რა არის ნიჰილიზმი? ისევ მამა სერაფიმე როუზს დავეხმარებით ამ განმარტებაში. ის ამბობს, რომ ნიჰილიზმი არის ბრძოლა აბსოლუტური ჭეშმარიტების წინააღმდეგ, ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და ღმერთის წინააღმდეგ. ფაქტობრივად აი ანტიქრისტიანული აზრით თუ კი რამე არსებობს, არის ყველაფერი ნიჰილიზმთან კავშირში. ის რასაკვირველი არის ურწმუნოება და ურწმუნოებაზე კიდევ უფრო მეტი, რადგანაც პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა. თუმცა მამა სერაფიმე როუზი ამბობს, რომ ნიჰილიზმს აქვს გარკვეული ეტაპები და ეს ამ ეტაპის პირველ ნაწილად მიიჩნევს ლიბერალიზმს. ის ამბობს, რომ ლიბერალიზმი უფრო მარტივი ფორმაა, შერბილებული ფორმაა, ის ბოლომდე არ არის აგრესიული, ისე თქვარი საწყისი ფორმა ნიჰილიზმის, ანუ ურწმუნოების, უფრო ჩვენ ენაზე მარტივ ენაზე რო ვთქვათ და ამ დროს ის არ არის ძალიან კაცრი, ანუ აქ ჯერ კიდევ როგორც მამა სერაფიმე ამბობს, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გარკვეული ელემენტები ძველი წესრიგის. ახლა ჩვენ პარალელი რო გავავლოთ ჩვენ რეალობაში, განსაკუთრებით ვთქვათ საქართველოს რეალობაში, ჩვენ ალბათ ეს ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, რადგანაც ეს რბილი ლიბერალიზმი, ასე ვთქვათ, კლასიკური ლიბერალიზმი, მაგ ეტაპზე უკვე ჩვენი ლიბერალები არ იმყოფებიან და სიმართლე რო ვთქვათ, ისინი თავიანთი შეხედულებით და იდეოლოგიური მიმართულებებით უკვე ლიბერალურ კლასიკურ წარმომადგენლებიც არ არიან, რადგანაც ის რაც დღეს ხდება, უკვე ეს ცილდება იმ კლასიკური ლიბერალიზმის განმარტებასაც კი, ხო, ყალბით თავისუფლებით, ინდივიდები და ასე შემდეგ, რა. ზოგადად ნიჰილიზმი მიზნად ისახავს ძველი წესრიგის ნგრევას, ეს არის მისი მიზანი, ანუ ძველი ადამიანის ნგრევას და ახალი ადამიანის შემოყვანას, ახალი ადამიანის ღმერთად გადაქცევას. ეს არის მისი საბოლოო მიზანი და ამ კუთხით მეორე ნაბიჯს უკვე მამა სერაფიმე ამბობს, რომ თუკი პირველი ლიბერალიზმის დროს ადამიანი ჯერ კიდევ ასე ვთქვათ მერყეობს, ნაწილობრივ გამოხატავს, აქ მეორე ნაბიჯზე ის ამბობს, რომ აქ უკვე რეალიზმის სტადიაში შეიძლება გადადისო. ანუ ის ამბობს, რომ ადამიანს თითქოს უკვე მობეზრდა ეს თამაში ურწმუნოების, მოდი ყველაფერს თითქოს და თავისი სახელი დავარქვათ და რეალისტურ პოზიციაში გადადის. აქ უკვე ხდება ყველაფრის გამეციერება, ყველაფრის გამატერიალება და შემოდის ასეთი ტერმინოლოგია, როგორც არის პოზიტივიზმი, ანუ პოზიტიური დამოკიდებულებები და თუ ჩვენ ახლა პარალელები რო გავავლოთ ჩვენს რეალობაში, ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები აი თუკი ადამიანს მოაცლი, ასე ვთქვათ, ყველაფერს ღვთაებრივს, ძველ წესრიგთან რაც არის კავშირში, ეკლესიასთან რაც არის კავშირში, მაშინ მას რაღაცა მშვენიერებისკენ ლტოლვა მაინც რჩება, ხო, რადგანაც ადამიანი ხატება ღვთისა და მას ეს სიწმინდისგან გარკვეული სიწყფელისკენ მიდრეკილება მაინც რჩება და რა რჩება ამ ქვეყნად ასეთი რამ, რაც მას მიიზიდავს, რაც მშვენიერია, ასე რომ ვთქვათ, რა თუნდაც მატერიალური კუთხით. რასაკვირველია ის გარეგნული მხარე, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებული სადღაც შესაძლოა ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენოთ, ვთქვათ, ზოგიერთი ქვეყნები იგივე დასავლეთში, რომელიც იზიდავს ადამიანს
თავისი მშვენიერებით, თავისი ლამაზი არქიტექტურით, კულტურით თუ ქცევებით, სისუფთავით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტექნოლოგიებით. ერთი სიტყვით ხდება რეალისტური სურათის დახატვა მეორე ეტაპზე და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გარკვეულწილად ამ ეტაპზე ვიმყოფებით თანამედროვე საზოგადოება, რომლებიც თავს მიიჩნევენ ლიბერალებად განსაკუთრებით. აქ შეიძლება ითქვას, რომ ეს გვარი რეალისტური დამოკიდებულებაა. თუ კი ლიბერალის მდგომარეობაში ადამიანი თითქოს და ერიდება გარკვეულ კომპრომატებს, გარკვეულ ბრძოლას, აქ უკვე რეალიზმის სტადიაში ის უკვე აღარერიდება ტერმინოლოგიებს და იქ გარკვეულ დაპირისპირებაზეც უკვე საუბრობს. შემდეგ ეტაპზე მამა სერაფიმი ამბობს, რომ ის შემდეგ ეტაპს, მესამე ეტაპს ვიტალიზმს უწოდებს და რაშიც გულისხმობს, რომ მატერიალური რეალობის გარდა ყველაფერს უნდა გამოუცხადოთ ბრძოლა. რა, ანუ აქ უკვე აშკარავდება ის დამოკიდებულება ადამიანის, ანუ იქ თუ კი რბილი დამოკიდებულება იყო ლიბერალიზმის ეპოქაში, შემდეგ გადავდივართ რეალისტურ დამოკიდებულებაში, ანუ რეალურად უკვე ვამბობთ რა არის, აქ უკვე პირდაპირ ბრძოლა იწყება ძველი წესრიგის მიმართ, აქ უკვე მიზნად აქ აღარ არის უკვე თამაში და ჩვენ ამ ორ ეტაპის გამოვლინებებს ვხედავთ დღეს რეალობაში სწორედ და ვთქვათ რეალიზმი და ეს ვიტალიზმი, რომელიც უკვე ამბობს პირდაპირ რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის და არ არის საკმარისი რომ შეიქმნას მხოლოდ ახალი ადამიანი, არამედ ჩვენ ეს ახალი ადამიანი უნდა გადავაქმნათ ღმერთად. ახალმა ადამიანმა უნდა ჩაანაცვლოს ღმერთი. აქ უკვე ასევე საუბარია ტექნოლოგიებზე, თუმცა ამა სერაფიმ როუზის დროს, ეს 50 წლის უკან მან კიდევ არ იცოდა რა შეიძლება რამდენამდე შეიძლებოდა განვითარებულიყო, როდესაც ის ამას ამბობდა ადამიანის ღმერთად გადაკეთების და მან არ იცოდა ჯერ კიდევ ტრანსჰუმანიზმის შესახებ, რომელიც მაშინ არ იყო ესეთი პოპულარული, ასევე არ იცოდა ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს ამ პროცესებს და ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანის ღმერთად გადაკეთების ამ პროცესში, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები არის, რადგანაც ისე ვერ გააღმერთებ ადამიანს, თუ მას რაღაცა განსაკუთრებულ თვისებებს არ მიანიჭებ, ან განსაკუთრებული თვისებების მფლობელი არ გახდება, თუნდაც ხელოვნური საშუალებებით, რასაც ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. ამრიგად, ეს ელემენტები დამატებით არის შემოსული, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეს სიტუაცია, კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესები და ეს განდგომილების ეს სრული უარყოფის უკვე ძველი ადამიანის სრული უარყოფის ეპოქა შედის მძაფრ სტადიაში, სადაც პირდაპირ არის უკვე გამოცხადებული ბრძოლა, აქ უკვე ყველაფერს თავისი სახელები ერქმევა და უკვე პირდაპირ მიდის წინააღმდეგობა ეკლესიის და ჩვენ ამას ხედავთ დღევანდელ დროს, ადამიანები პირდაპირ უკვე აღარ მალავენ, რომ არიან რო არ წამთ ღმერთის, თუ ადრეს კიდევ დაფარული იყო, დღეს ფაქტობრივად არ მალავს არავინ, ვისაც ეს დამოკიდებულება აქვს და მათკი ვინც ჯერ კიდევ ამბობს რომ ღმერთი წავს, ფაქტობრივად თუ კი წმინდა თეოფანე დაყუდებულს დავეყრდნობით და უნდა დავეყრდნოთ აუცილებლად, ფაქტობრივად ეს მათი რწმენა არ არის, რადგანაც რწმენა არის მხოლოდ ის, როდესაც ადამიანი ერწმუნებს იმას, რაც ღმერთმა გამოუცხადა ადამიანს, შემდეგ ნდობით, იმედით მიენდობა ამას და როგორც კი გადაწყდა ეს არის ღვთისნება, ცდილობს ამ ღვთისნების შესრულებას. სწორედ ეს არის გამოვლინება ცოცხალის აწმუნოების და სხვანაირად მართლმადიდებელი ადამიანი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვერ იქნება. სხვანაირად რაც უნდა დაირქვას ადამიანმა მორწმუნე, მართლმადიდებლური თვალსაზრისით მორწმუნე არ იქნება. ანუ იგივე ნიჰილიზმის თეორიის განვითარება ხდება აქ ამ მიმართულებით. და მეოთხე სტადიაზე უკვე რასაკვირველია, როდესაც ადამიანი ამ სამ სტადიაში ფაქტობრივად ყველაფერს ღვთაებრივს გამორიცხავს, ის იწყებს აქტიურ ბრძოლას, ანგრევს ყველაფერს, ხო, ახალი ადამიანის მეშვეობით, რომელიც უნდა გააღმერთოს, ბუნებრივია აქ უკვე ძალადობა შემოდის,
პირდაპირ აქ უკვე შემოდის ომები და აქ უკვე შემოდის ნგრევის ნიჰილიზმი, ანუ მამა სერაფიმ როუზი ამბობს, რომ ეს არის რეალური ნიჰილიზმი უკვე, რასაც ჩვენ აუცილებლად ვნახავთო ისტორიული კუთხით ამბობს ისე და აუცილებლად გამოიწვევს ნგრევას, აუცილებლად გამოიწვევს ქაოსს, აუცილებლად გამოიწვევს ანარქიას. ანუ ამ ანარქიაში ის ამბობს, რომ ეს ნიჰილიზმი როგორც ჭეშმარიტება იქნება მიღებული ამ საზოგადოების მხრიდან, ანუ ეს უღმერთობა, არაეკლესიურობა, აბსოლუტური ჭეშმარიტების სრული უარყოფა იქნება როგორც რელიგია, როგორც ჭეშმარიტება მიღებული, იმიტომ რომ ყველა ეთქოს და დღესაც ჩვენ ამას ფაქტობრივად ხედავთ, რომ ყველა ამბობს, აი გააჩნია, აი ეს ტერმინები გააჩნია, როგორ შევხედავთ, გააჩნია ვის როგორ წამს და სულ ესეთი ორხვრივი აზრები, ეს რასაკვირველია დამახასიათებელია ნიჰილიზმის, ამ ქაოსის ზოგადად და შემდეგ უკვე იწყება აქტიური ნგრევა, ახლა ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ამ გარკვეული კუთხით თუ კი გლობალური სურათს დავინახავთ, გარკვეული ნგრევა იმ ომების სახით, რომელიც ხდება დღეს მსოფლიოში და რომელიც კიდევ გვიახლოვდება ბევრი მოაზროვნის თვალსაზრისით, რომ ეს ნგრევის ეპოქა, ომის ეპოქა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამ პერიოდსაც ფაქტობრივად უკვე ანუ მის საწყის პერიოდს ყოველ შემთხვევაში ასევე ვაკვირდებით, ვინც დაკვირვებული ადამიანი ყოველ შემთხვევაში ამას ხედავს და ეს აუცილებლად გამოიწვევს. ანუ ის ამბობს, რომ ნიჰილიზმი ერთგვარი საშუალებაა, მაგრამ თავარი მიზანი არისო ანარქია. აქ კიდე გვახსენდება ჩვენ ბოლო დროის მამების გამოთქმები და მოსაზრებები ამ ანარქიასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დროს მცირე სამწყსოს გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება იქნება და ერთ-ერთი მამა, წმინდა მამა ამასაც ამბობს, რომ სწორედ ამ ქაოსში, ამ არეულობაში იმდენად იქნება ეს მსოფლიო არეულიო, რომ მართლმადიდებლებისთვის ამ მცირე სამწყსის არავის არ ეცლებაო. ანუ ამათთვის ესენი არ იქნებიან ისეთი დიდი საფრთხე ამ ხალხისთვის, იმდენად მცირე და რიცხოვანი იქნებიან და ამიტომ გადარჩენის საშუალება სწორედ ამით ეს იქნება გზა, ანუ ამ ანარქიაში ღმერთი გამოაჩენს გადარჩენის საშუალებას, რა, ეს რასაც მამები ამბობენ და გარკვეული ლოგიკა რასაკვირველია აქ არის, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად ახლა რომ შევხედოთ და დღევანდელ კოსმოსური საშუალებებით, დრონების საშუალებებით და ასე შემდეგ, ადამიანი ფაქტობრივად დედამიწაზე ვერავის ვერ დაემალება, ახლა ჩვენ ეს კარგად ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ სწორედ ეს ქაოსი იქნება ის პირობა, რაც შეიძლება მოხდეს, რომელიც იქნება ერთგვარი იარაღი პირიქით გადარჩენის მართლმადიდებლობის. სამრიგად რომ შევაჯამოთ და მამა სერაფიმ როუზი გარკვეულ ეს შეჯამებას აკეთებს, ის ამბობს, რომ ჩვენ შევაჯამოთ, შედეგი რა მივიღეთ უკეო, ის ამბობს, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ ახალი ეპოქის დაწყება, ეს როგორც ეს არაფერს არ ნიშნავს, ის ამბობს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უკვე დაიწყო, ეს არ არის დასასრული, უბრალოდ დაწყება ამ არეულობის, დაწყება ამ ახალი ეპოქის, ეს უკვე არის უკვე შედეგი ამ ნიჰილისტური პროგრამის, ეს პირველი შედეგია, რომელიც უკვე არსებობს, შემდეგ ის ამბობს, რომ ახალი ადამიანის გადაქცევა ღმერთად ესეც გარკვეული შედეგობრივი მიმართულება აქაც დაწყებულია და როგორც ჩვენ უკვე გავიმართეთ ტრანსჰუმანიზმის საშუალებით, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ჩვენ ვიცით, რომ უკვე ხელოვნურ ინტელექტსა ასეთი ბრძანებაც მისცეს დავალება, ასე ვთქვათ, რომ დაიწეროს ის საყოველთაო აბსოლუტური რელიგია, რომელიც იქნება ყველასათვის მისაღები და ხელოვნურ ინტელექტს ეს უკვე თხოვეს, ასე ვთქვათ, და ის წინააღმდეგობები, რომელიც აქვს სხვადასხვა რელიგიებს ერთმანეთს მიმართულებით, ის ამოიღება და ის კავშირი, რომელიც და ტერმინოლოგიური კავშირი და აზრობრივი კავშირი, რომელიც იქნება შენარჩუნებული და ამის საშუალებაც მიეცა დღევანდელ სამყაროს, რაზეც ადრე
ადრე ვერც კი წარმოიდგენდნენ ძველი იგივე ეკუმენისტებიც და პერენიალისტებიც და ასე შემდეგ რა. ანუ დამატებითი საშუალებები დღეს იმდენად ბევრი გაჩნდა, რომ ამის ეს პროცესები იმდენად დაჩქარდა, რომ თუ კი მამა სერაფიმ როუზი გარკვეულ ეტაპებს გულისხმობდა და გარკვეულ დროს გულისხმობდა, ამაში დღეს ეს დრო იმდენად დაჩქარებულია, რომ ჩვენ შეიძლება 5-10 წელიწადში მივიღოთ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი და ეს სავსებით რეალურია იმ ტექნოლოგიების კუთხით, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენ ხედავთ, რომ რამდენად სწრაფად ვითარდება. და ბოლოს ეს ანარქიის შედეგი, რასაკვირველია, იქნება ეს დამანგრეველი, აუცილებლად იქნება დამანგრეველი, ამბობს მამა სერაფიმ როუზი და ამაზე თანხმდება პრინციპში ყველა მოაზროვნე, მორწმუნე ადამიანი და პრინციპში თუ კი უკვე რელიგიური კუთხით, სრულიად რელიგიური კუთხით განვიხილავთ ამას, ეს ემთხვევა სახარებისეულ პოზიციასაც, რასაკვირველია, ბოლო ჟამის შესახებ იმ აპოკალიფსურ განმარტებებს, რომელშიც ეს ქაოსი, ომები და ასე შემდეგ პირდაპირ მოხსენიებულია ბოლო ეპოქაში. ამიტომ აქ ჩვენ წინააღმდეგობას რასაკვირველია ვერ ხედავთ. ანუ ნიჰილიზმი არის საშუალება, ანარქია არის მიზანი და სწორედ ამ მიზნისკენ მიელტვიან ეს ანარქია ჩვენთვის ჟღერს თითქოს არის არეულობა და ანარქია და რაღაც მოუწესრიგებლობა, თუმცა ანარქია მათთვის, ვინც ამას აწყობს, ეს არის მათთვის ახალი წესრიგი. და ბოლოს უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ ნიჰილიზმი ვერ იარსებებს ჭეშმარიტი მორწმუნის სულში, რადგანაც ჭეშმარიტი მორწმუნე არსობრივად გამორიცხავს ამას თავისი რწმენით დამოკიდებულებით, იმიტომ რომ რწმენა ანადგურებს, ჭეშმარიტი რწმენა ანადგურებს ნიჰილიზმს, ანადგურებს ანარქიას, ανადგურებს ლიბერალიზმს, ანადგურებს მოდერნიზმს, რომელიც ამას ყველაფერს რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხელის შემწყობია და ამიტომ მართლმადიდებლური ჭეშმარიტი ეკლესიის შვილი, რომელიც შეინარჩუნებს რწმენას და მაცხოვრის სიტყვისაებ არ ვიქნებით ხილებულნი, რასაც ამბობს მაცხოვარი, ოდეს მოვიდეს ძეკაცისა პოვებს კი სარწმუნოებას ქვეყანასა ზედა. აი სწორედ ეს იქნება პრობლემა, ურწმუნოება, ანუ იგივე ეს ნიჰილიზმი, დამანგრეველი, რომელიც შემოვა უმეტესობა ადამიანებში, ეს იქნება დამანგრეველი ფაქტორი, მაგრამ გადამრჩენი აუცილებლად იქნება ეს მორწმუნე ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას შეინარჩუნებს. დიდი მადლობა.